რუსთაველის თეატრში საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილეისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს. საღამოზე რამდენიმე წუთის წინ სტუმრებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართა. რუსთაველის თეატრში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწევთ და განსაკუთრებული გულისხმობა გამოვიჩინოთ მათ ამი, ვინც დაგარგი ჯანმრთელობა და ძალიან ბევრი ინვალიდი ყავს ჩვენ და ბავშვების ვეტერანები უნდა გავიხსენოთ ისინიც, ვინც დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისას სამსახურში და პატივი მივაღწევთ მათ ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართული არმიის 22 წლის თავს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. წერილი მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქართული არმიის 22 წლის თავი მივულოცო და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ სამშობლოს. თქვენ ყოველთვის ერთგულად იდექით საქართველოს თავისუფლების, ერთიანობის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. 2008 წელს საქართველოს თქვენმა გმირობამ გადაარჩინა. ქართული ჯარი, რომელმაც 5 დღის განმავლობაში შეაჩერა 100-ჯერ მრავალრიცხოვანი მტერი, იყო ჩვენი დროის სამასი არაგველი. სწორედ ქართულმა ჯარმა მოგვცა დიპლომატიური აქტიურობის და მთელი მსოფლიოს გამოღვიძების დრო, აცხადებს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ წელს მთავრობამ პოლიტიკური მოტივებით აღლუმის ჩატარებას ხელი შეუშალა.